ამ სკას ჰქონდა პრობლემები გაზაფხულზე, დედა დაიკარგა სკაში. დაზამთრების დროს ეს სკა ძალიან კარგად იყო, იდეალურად დავაზამთრე. ეს რამოდენიმე დღის წინ საკვების მიწოდების დროს შევამჩნიე, რომ ფუტკარი ძალიან აგრესიული იყო და ძალიან მოუსვენრად იქცეოდა სკაში. დათვალიერების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ სკას აღარ ყავდა დედა. რამ გამოიწვია დედის სკასკიდან გაქრობა, ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ დედა არ არის, ან ზამთრის მიმდინარეობის პროცესში დაიღუპა და ან გაზაფხულზე შესაძლებელია თვითონ ფუტკრებმა მოახდინეს მისი მოშორება. შემდეგ ამ ორ სკას გავუცვალე ადგილი და ამ სკიდან განმოვიტანე ბარტყიანი ჩარჩო თავისი ფუტკრით. ეს სკა უფრო ძლიერია და უფრო კარგად გამოიყურება. ამ სკიდან მოვახდენ ჩარჩოს ამოღებას. ეხლა განვახორციელოთ გადატანის მეთოდი. არის 3 დღის კვერცხი. გადავიტანოთ. კარგი მდგომარეობა, საკვებიც არის, ჭეოც არის. ესე. ეხლა გავაკეთებ ადგილმონაცვლეობას, ამოვიტან ტიხრებს და ასევე დავათბობ, რომ უფრო კარგად იგრძნოს თავი ფუტკარმა, რადგან ეს რამოდენიმე დღე ძალიან რთული ამინდი და ცუდი ამინდია, წვიმიანია და დაბალი ტემპერატურაა და რო არ გაცივდეს ბარტყი. მოახდინეთ ადგილმონაცვლეობა. ეხლა ამოვიტან დამათბობლებს და ველოდებით როგორ განვითარდება ამ სკაში მოვლენები. ეს ტიხრები, რომელიც ჩემმა მეგობარმა მაჩუქა და მის მიხედვით ვამზადებ წელსმეს ტიხრებს და ძალიან კარგი და იდეალურია ზამთრისთვის. ნაჭერსაც გადავაფარებ, ცოტას გადავკეცავ, ვენტილაციაც გქონდეთ. დღეს არის 1 აპრილი და დღეს მოვედი, შევამოწმებ ახლა რა ქნეს ახალ ჩარჩოზე და მოახერხეს თუ არა სადედის ჩამოშენება. ჩადებული მქონდა სიროფი, რომელიც უკვე აუღია თითქმის. ეს არის 2 ერთსენაზავი, 2 შაქარი და 1 წყალი. ასევე აქვს შიგნით თაფლიანი, ჭეოიანი, 2 კვერცხიანი და ისევ ჭეოიანი და თაფლიანი ჩარჩო. ყავს 5 ჩარჩოზე. ეხლა ვნახავ თუ მოახერხეს სადედის ჩამოშენება. ფუტკარი წყნარია, საღამოა, მაგრამ მაინც წყნარად არის ფუტკარი. ჩვენი დედები. მეორე მხარეს 1 სადედე, მეორე სადედე, მესამე სადედე, რომელშიც 1 გადაბეჭდილია, 1 გადასაბეჭდია, მეორეც გადასაბეჭდია, მაგრამ შიგნით არის ძალიან კარგი კვერცხი. 1 სადედე, მეორე სადედე, მესამე სადედე, 1 გადაბეჭდილია. რაღაცები დაწყებულია, მაგრამ აღარ სჭირდებათ, ამიტომ გავაფუჭებ ამ დანარჩენ დასაწყისებს და ამ 3 დედის გამოყვანას დაველოდებით. შემიძლია თამამად თქვა, ამ მეთოდმა წარმატებით იმუშავა ჩემ საფუტკრეში და შევძელი სკის გადარჩენა და შენარჩუნება და აღარ მომიხდება რომელიმე სკის გაყოფა ამ სკის.
სკაში ფუტკრის ჩასასმელად. მადლობა ფუტკრებს, რომ ასე კარგად და ნაყოფიერად იმუშავეს. გისურვებთ ხვავით სავსე გაზაფხულს, კარგ გაზაფხულს. დროებით